ბოლო წლებია აქ არაფერი იცვლება. მოდიან, სხედან, ჭორაობენ, ფურცლებზე დაწერილ განცხადებებს კითხულობენ, დაშს უკრავენ, რილაკსზე თითს აჭერენ, მავნებლურ კანონებს იღებენ, ერთმანეთს დაბადების დღეებს ულოცავენ და იშლებიან. უპირველეს ყოვლისა, ჩვენს კოლეგა ბატონ ვიქტორ ჯაფარიძეს დღეს დაბადების დღეს გამიულოცა. სანამ გადავიდეთ შემდეგ გამოსვლაზე დღეს ქალბატონი რიმა ბერაძის დაბადების დღეა და მიულოცოთ კოლეგებო ქალბატონო რიმა მიულოცავთ დაბადების დღეს. დღეს ფორმალურად ბატონ ლადო თქვენი დაბადების დღე გუშინ მოგილოცეთ, მაგრამ კიდევ ერთხელ მოგილოცავთ დღეს. კი ბატონო, ქალბატონ სალონის გავიცნობ და გილოცავთ თქვენი დაბადების დღეს. ვისაც სათქმელი არაფერი აქვს, მისი მოვალეობა თავის მონდომებით ქნება, როცა სხვები ფურცლიდან ამოკითხულს ახმოვანებენ. სხვის წაკითხულზე კმაყოფილების გამოხატვის ფორმებიც ორიგინალური და განსხვავებულია. სამაგეროდ იცვლებიან მადლობების ადრესატები. უცვლელი მხოლოდ ერთია, ბიძინა. ვისაც ის მოუვლენს თავკაცად, მადლობებსაც იმას გადაუხდიან. ესე იგი, წინამოწვევის პარლამენტში იმდენი მადლობა უხატეს ღარიბაშვილს თავის დროზე. მათ შორის ჩემთან ინტერვიუებში, ახლა მოვედი იმის გადასამოწმებლად, ისევ მადლობლები არიან თუ არა ღარიბაშვილის ქართული ოცნების ამ მოწვევის დეპუტატები. რაზე გადაუხდიდით პრემიერ-მინისტრს მადლობას? ყველაფერზე. რაზეც ისაუბრო ყველაფერზე. ბიძინა ივანიშვილის უფრო მადლობელი ხართ თუ პრემიერის? დღეს ახლა პრემიერი ბატონი ღარიბაშვილი. ზოგადად ორივეს. პირველ რიგში იმაში, რომ დღეს ქვეყანაში გვაქვს სტაბილურობა, არ არის ომი. დღეში ასევე ძალიან ძველი სიაა და ამიტომ ახლა მაგისტრის დრო არ მადლობელი ვარ ბიძინა ივანიშვილისაც, მადლობელი ვარ ღარიბაშვილის და ყველა იმ ადამიანის, ვინც ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ატარებს და იცის. ეს არც თუ ისე ძველი არქივია. ამ დღეს ღარიბაშვილი პარლამენტში იყო მისული, როგორც პრემიერ-მინისტრი. უკლებლივ ყველა მადლობელი იყო, მაგრამ ახლა სხვა დროა, სხვანაირი ფიქრია საჭირო. კრიმინალი და მოღალატედ შერაცხული პრემიერისთვის მადლობის გადახდა აღარავის უნდა. არც იმათ, ვინც მანამდე მადლობებად იღურებოდა. ახლა ღარიბაშვილისთვის მადლობების ხდა სიკეთეს ვეღარავის მოუტანს. ახლა ადრესატი სხვა ირაკლია. კარგია რომ სახელი მაინც არის იგივე. გამარჯობა. ღარიბაშვილს რაზე გადაუხდიდით მადლობას რომ მითხრათ? თქვენც არ გადაუხდით ღარიბაშვილს მადლობას რამეზე? პირველ რიგში ვიცით წესი რომ მეთქვი კომენტარს არ გაცნობ თუ არ. არა, ხო და ვცადე და იქნებ ხო არ მომცემს თქო ვიფიქრე, იმიტომ რომ ისეთი თემაა მაინც სენსიტიური და მნიშვნელოვანი. არასდროს კარგი. ბატონო ვიქტორ, გამარჯობა. კითხავთ რა, ღარიბაშვილს მადლობას რაზე გადაუხდიდით? ღარიბაშვილს მადლობას რაზე გადაუხდიდით? რატო აღარ უხდით ამ კაცს არავინ მადლობას? ღარიბაშვილს მადლობას ხო არ გადაუხდიდი, გიორგი? ერთი-ორი გამოერია, ყველაფრისთვის გადავუხდიდი მადლობას, რაც გააკეთაო. უკანონოდ რომ გამდიდრდა, მაგას გულისხმობენ ალბათ. სხვა არ ვიცი რა გააკეთა. ღარიბაშვილს მადლობას რაზე გადაუხდიდით? ღარიბაშვილს მხარდაჭერას და სოლიდარობას ხო არ გამოუცხადებდით ვინმე? ან რა ვიცი, მადლობას რაზე გადაუხდიდით? ყველაფერთვის რაც გააკეთე. და ახლა რაც ხდება ეს ფულები რო თურმე არასწორად მიუთვისებია, რა ვქნათ მაგ ამბავზე? თქვენი საქმე არ არის გამოძიება. აბა ვისი საქმე არის? ხო, ღარიბაშვილის ნობელის პრემიაზე წარდგენას რომ ემხრობოდნენ, ეგენიც გარბიან. ჩემი კითხვები აღარ მოსწონთ. გაიწეროს კრიტერიუმები რა, როგორ და მიმსჯელოთ. აქ მაყოფილებს თქვენი აზრით ირაკლი ღარიბაშვილი ამ კრიტერიუმს. შვიდობის ნაწილში რა თქმა უნდა. გამარჯობა, ღარიბაშვილს მადლობას რაზე გადაუხდიდით რომ მითხრათ? თქვენ ჩემთან ინტერვიუში გაქვთ ნათქვამი რომ ნობელის პრემიას იმსახურებს ღარიბაშვილი და ისევ ადასტურებთ ამას? მარიამ, ისევ გეჩქარებათ? წეღან მიხარით რომ მეჩქარებაო და აბა წეღან მომატყუეთ მეჩქარება და მაგიტო ვერ ჩაგეწერებიო? წეღან მიხარით ზემო. გეჩქარებოდა. მარტო ეს მაინტერესებს, ღარიბაშვილი ნობელის პრემიაზე უნდა წარვადგინეთო, ჩემთან გაქვთ ინტერვიუში ნათქვამი იმსახურებს ოტიკო ერაძე. არ გამოყვებით თუ არა, უბრალოდ მაინტერესებს. არ მიმაჩნია რომ ხართ ჟურნალისტი, შესაბამისად არ მოგცემთ ინტერვიუ. შეიძლება ვიღაცას თქვენც არ მიეშიხათ დეპუტატად, მაგრამ იმას ხო არ ნიშნავს რომ არ გკითხოთ. აი მაგ
მაგალითად, შოთას არათუ კითხვები საერთოდ მე აღარ მოვწონვარ. პარლამენტიდან ვიდეოებს რატომ აქვეყნებო? ოღონდ საერთოდ ჩატში ჩაგდებული ჩემი Facebook-ის ლინკით ზუსტად ვერ გაერგვა ამ ვიდეოებს სად ვაქვეყნებ. არადა როგორი მადლობელი იყო ღარიბაშვილის, სულ რაღაც ახლო წარსულში. გადამიხდია და კიდევაც გადავხდი. ხო და აი რა საკითხი. მე მგონი რომ ყველა საქართველოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა, რომელიც ნორმალურად აზროვნებს, უნდა გადაუხადოს მადლობა. ბატონო შოთა, ხო ვერ მეტყვით აი ამ ღარიბაშვილის ამბავზე ორი სიტყვით. მადლობას ხო არ გადაუხდიდით ისევ რამეზე? რა გინდა? აი კრუზი ხართ მაღლა და უცბად პირდაპირ ეგრევე ეთერში რაღაცებს არა, ეთერში არ ვიდა, ჩემ Facebook-ზე ვტვირთ თავ ბატონო შოთა. პირდაპირ ხო დაგვრთულ. არა, ჩემი Facebook-ი, აი ჩემი Facebook-ი გინახავთ და აგერიათ თქვენ. ღარიბაშვილს მადლობას ხო არ გადაუხდით რამეზე, თქო მესმინდოდა რომ ეკითხა. თუ არ გადაუხდით არ დამოგეკიდებით. არც პარლამენტში თავის ქნების მთავარ ოსტატს მოვწონვარ. არ იცის ვინ ვარ, მაგრამ რაღაც თვალში არ მოვუდივარ. მე კი არა კრიმინალი რას ნიშნავს ის არ იცის. მხოლოდ მკვლელობა და სისხლები ჰგონია. პრემიერობისას უკანონოდ თუ იშოვა ვინმე მილიონები, ეგ რა კრიმინალია. ქალბატონო ეკა, გამარჯობა, თქვენ მე არ მოვწონვარ თქვენ რესპონდენტებს მაყურებლებს. თქვენ რა იცით მე საიდან ვარ? არ ვიცი, მაგრამ ეგეთი ტელევიზია. აი როგორი, აი მაგალითად როგორი. ანუ ეს რამე ვიზუალი გარკვევთ თუ აგრესიული. არა, ვარ აგრესიული, ძალიან კეთილგანწყობილი ვარ. აი 13 წელი რო თურმე კრიმინალები გმართავდნენ, მაგაზე მაქვს კითხვა. პრემიერი, სუსის უფროსი, თავდაცვის მინისტრი. აი სიტყვა ხო უნდა მოძებნოს შესაძლებელს. კრიმინალი რას ნიშნავს? სისხლის სამართლის დანაშაულს რო ჩადის ადამიანი. არც ერთი არ არის კრიმინალი. სისხლის სამართლის დანაშაული? სისხლის სამართლის დანაშაული არ არის, რასაც ბრალი წარგენილი. ნახოთ, არა რა იქნება. არა, იცით რა არის? მეკითხებით, ეს კითხვა სამართლად დამწერ. მე არ მეხება. კი, მაგრამ მე საკითხი და უჭერთ პარტიას მხარს, რომელსაც ყავდა წარდგენილი პრემიერად ადამიანი წლების განმავლობაში ორჯერ, რომელიც აღმოჩნდა არც თუ ისე კარგი აღმოჩნდება ხოლმე 20 წლის მერე რომ რაღაცები არ მოწონთ ერთმანეთის და ხდება ეს ჩვეულებრივი. აი ჩვენ რომ ამბობდით რომ დეკლარაციაში შეცდომებიაო და რო გულანძღავდნენ ქართული ოცნების დეპუტატები, მაგაზე ახლა ბოდიშს ვინ მოიხდის და პასუხს ვინ აგებს? არავის არ გულანძღავდი. თქვენც მითხარით, ბატონო თენგიზ, თქვენც გკითხავთ, თქვენი აზრიც მაინტერესებს, რა ვქნათ? ხო გამოვარინეს. ხო და რა ვქნათ, ახლა რა გარანტია? ახლა რა გარანტია გვაქვს, რომ ახლაც ეგრე არ ხდება? ახლაც ეგრე რო არ ხდება, რა გარანტია გვაქვს, ბატონო თენგიზ? ვინც გიზავს კიდევ არ ცოლ-ქმარს შორის ხდება გაუგებრობა და დიდი ამბავი პრემიერი თუ უკანონოდ გამდიდრდაო ეკამ. ეკა მართლა სჯობს რომ მხოლოდ თავი ექნიოთ ხოლმე. არც საათები, არც ფული, არც თანამდებობა, არც მადლობები, არც მხარდაჭერა, არც სოლიდარობა. არსაიდან ხმა. მე მაინტერესებს ღარიბაშვილს სოლიდარობას ხო არ გამოუცხადებდით ვინმე რომელიმე თქვენგანი ქართული ოცნებიდან. თქვენ ხო არ გამოუცხადეთ საათები წაართვეს, ხო არ აჩუქებდით რამე საათს? რამე საათს ხო არ აჩუქებდით ბატონო ვასილ, რა სიტყვით? საათს ხო ვერ აჩუქებდით ღარიბაშვილს? არა გაქვთ. საათს ხო ვერ აჩუქებდით ღარიბაშვილს წაართვესო საათებიო? არა გაქვთ. არა ვიცი. ანუ რა გამოდის ბატონ თენგიზ, ჩვენ მართლები ვიყავით ჟურნალისტები ღარიბაშვილის მამის ნაჩუქარ ფულზე რო საუბრობდით და საათებზე? მოდით და გეტყვით რა საუბრობდით და მართლები აღმოჩნდით რომ იდრო ვამბობდით კითხვებზე ერთი და მითხრება და რას გეკითხეთ? არა აქვს მნიშვნელობა რა სულ რო ამინძემ კითხოთ არ არა პასუხობ ამინძე არ მაინტერესებს თქვენ სანამ არ აღიარებ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს თქვენ აღიარებთ რომ სწორები ვიყავით როცა კითხვებს ვსვავდით ღარიბაშვილის ქონებასთან დაკავშირებით? სანამ საპარლამენტო ვინ წარმოიდგენდა რომ თურმე მართლა პრობლემა ყოფილა? ვინ წარმოიდგენდა რომ მართლა პრობლემა ყოფილა მისი შემოსავლები? ამდენი წელი სუსის უფროსი პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, კრიმინალი ადამიანები იყვნენ და სისხლის სამართლით თავმჯდომარე წარდგენილი. მე არ ვიმაჩნია რომ ღარიბაშვილი კრიმინალი იყო და ამ კრიმინალი გასაგებია. თქვენივე პროკურატურა ამტკიცებს ბატონო გოდერძი ამ ყველაფერს და აბა ვინ იყო? აბა ეს ფულები საიდან ქონდა? ეს ფულები ამდენი საიდან ქონდა? უკანონო იყო. სუსმა თქვა ბატონო გოდერძი. ეს კრიმინალი პრემიერ-მინისტრი რო შეგვრჩა ხელში რა უნდა უქნათ ამ ამბავზე? არა სუსმა თქვა. დინარაძის სუსმა თქვა. ღარიბაშვილს სოლიდარობას ხო არ გამოუცხადებდით? ან მადლობას ხო არ გადაუხდით? ადრე უხდით და ხოლმე ყველა.
ღარიბაშვილი კრიმინალი არ არის? ბატონებო, რა ვქნათ ამ ყოფილი მაღალჩინოსნების ამბავზე ყველა კრიმინალი როა გამოჩნდა? რა გავაკეთოთ ბატონო ანტონ? კრიმინალები რო გმართავდნენ ამდენი ხანი თურმე? გამარჯობათ. ბატონებო, ამდენ მოღალატე პრემიერებს რა მოვუხერხოთ? რა მოვუხერხოთ ამდენ მოღალატე პრემიერ-მინისტრებს რა ვქნათ? ის რა იქეთ გამექცედა ეს საკითხი? ბატონო მაია, ხო ვერ გამახსენებთ რამე პერიოდს, როცა არა მოღალატე პრემიერი ყავდა და რატომ აღმოჩნდა ისე, რომ 13 წელი კრიმინალები გმართავდნენ? რა, ღარიბაშვილი მოღალატეაო, გახარია მოღალატე არისო. და რა ვიცი, მოგეცეთ ჩაწერაზე, ვარ ვიბძანდებით. თანხმობას თქვენ ჩაწერაზე მე კარგი ხანი აღარ მაძლევთ და რომ მითხრათ რა ვქნათ ამ საკითხზე 13 წელი კრიმინალები რო გმართავდნენ თურმე? პრემიერი, სუსის უფროსი. მე ან მეტი აზრიანი კითხვა რა გინდა? რატო ჩხუბობ? არა, არ ვჩხუბობ, აღშფოთებული ვარ, უბრალოდ რომ 13 წელი თურმე კრიმინალები დამშვიდდები. აი დამშვიდდები. დამშვიდდები. რა აღშფოთებული აღარ იქნები? მე რამე არ თქვენ არ ხართ აღშფოთებული 13 წელი კრიმინალები რო გმართავდნენ თურმე? როდესაც დამშვიდდები, აღშფოთებული არ იქნები, რამე აზრიანი კითხვა. ვერ შვიდდები, ქალბატონო მაია, თურმე აღმოჩნდა რომ ამდენი წელი პრემიერი ყავდა კრიმინალები. წარმოგიდგენიათ? თქვენ არ გაღებლებთ ეს საკითხი, არ განერვიულებთ? მე მართლა განერვიულებული ვარ. თქვენ არ განერვიულებთ ეს საკითხი, აი მართლა გულწრფელად მაინტერესებს. განერვიულებს ეს საკითხი, იმიტომ რომ მივიღეთ ზომე. საათები აღარ აქვს და ხო არ აჩუქებდით ერთს? არ ხმარობ თქვენ საათებს? ლაშამ მომატყუა საათებს არ ხმარობო, მაგრამ გადამალვა დაავიწყდა. ღარიბაშვილმაც ვერ გადამალა. 9 მილიონის საათები დეკლარაციაში არ ჩაწერა, მაგრამ მაინც უბოვეს. ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრი იყო თითქმის 5 წელი 2 ვადით. გარდა ამისა იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი. ღარიბაშვილს ემატება სუსის უფროსი ლილუაშვილი, ასევე ემატება თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და კიდევ უფრო დაბალი თუ მაღალი დონის თანამდებობების პირების დაკავებები მათ კორუფციულ დაჭერებთან დაკავშირებით თუ უკანონო შემოსავლებთან მიმართებაში. ანუ რა გამოდის მთელი ამ წლების განმავლობაში, რაც ქართული ოცნება არის ხელისუფლებაში, კორუფციაში ვიხრჩობით და კრიმინალები გმართავენ. ღიარგავა ბრიფინგის გარეშე, სადაც გვამცნობენ, რომ თურმე ყოფილ მაღალ თუ დაბალ ჩინოსნებს ფული მოუპარავთ, ან უკანონოდ გამდიდრებულან. პრემიერი, მინისტრი, მინისტრის მოადგილე, სუსის უფროსი, მთავარი პროკურორი, მუნიციპალური ფონდის განვითარების დირექტორი, შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე, რეგიონების სამმართველოს თანამშრომელი, საკრებულოს დეპუტატი, ყველანი ყოფილები. მოქმედები ჯერჯერობით წმინდა წყლის დამლევის სტატუსებით სარგებლობენ. ობოლები გირაოთი გამოვლენ, შედარებით დაბალ ჩინოსნებს დაიჭერენ. მერე გვეტყვიან, კი იყო კორუფცია 13 წელი, მაგრამ აცი აღარ იქნებაო. დღეიდან, გუშინდლიდან შეგიძლიათ ნახოთ მთავრობის ნებისმიერი გადაწყვეტილება, ნებისმიერი შესყიდვა, ნებისმიერი ტენდერი, ნებისმიერი განხორციელებული პროექტი. თუ სადმე ნახავთ კორუფციის ნიშნებს, პირადად ვაგებ პასუხს. არადაორი წლის წინ თავგამოდებით იცავდა ეს ხალხი ღარიბაშვილს. კრიტიკული მედია რომ კითხვებს სვამდა კორუფციის ნიშნებზე და უკანონო შემოსავლებზე. კანონმდებლობის თანახმად შემოსავლები ხარჯები სრულად აისახება პრემიერის დეკლარაციაში. შესაბამისად, ყველაფერი იქნება აბსოლუტურად გამჭვირვალე და საჯარო. სრული ინფორმაცია ისედაც გაუზიარა შესაბამისმა სამსახურებმა საზოგადოებას. ჩვენ იცით თანამდებობის პირებს გვაქვს ვალდებულება ყოველ წლის გარკვეულ თვეებში წარმოვადგინოთ ჩვენი დეკლარაციები და დაელოდეთ დეკლარაციას, ყველაფერი იქნება გაწერილი, მითითებული. როგორც ვამბობდით, არ აღმოჩნდა ყველაფერი დეკლარაციაში გაწერილი. ღარიბაშვილის მამის ნაჩუქარი ფულებიც არ აღმოჩნდა სიმართლე. არადა ამ თემაზე დასმული კითხვების გამო შურიანებს გვეძახდნენ. რაც შეეხება იმას, საიდან შეიძლება გქონდეს ირაკლი ღარიბაშვილის მამას, ან ჩვენ მშობლებს, ან თქვენ მშობლებს გარკვეული შემოსავალი, ეს ხალხი არ არიან პატარა ბავშვები და მთელი თავის ცხოვრება შრომობენ, საქმიანობენ, ნამდვილად არ მუქთახორობენ და უსაქმრობენ და შესაბამისად, რატომ გვიკვირს, ან გშურს, ან გული გვისკდება იმაზე, რომ იმას გქონდეს შემოსავალი. შურიანების გარდა სხვა ეპითეტებითაც გვამგონი
აკობდნენ ქოცები სამართლიანად დასმული კითხვების გამო. Ახლაც არ უნდათ იმის აღიარება, რომ მართლები ვიყავით. ანუ დადასტურდა თუ არა ის ამ ყველაფრით ახლა რომ ჩვენ მართლაც სწორად ვსვამდით კითხვებს. ვერ ვეტყვით ამას, რომ დადასტურდა, იმიტომ რომ ღარიბაშვილების ოჯახი თვითონ ირაკლიც და მისი სიმამრიც შეძლებული ადამიანები იყვნენ და ამასთან დაკავშირებით არ არის მთავარი აქცენტი გაკეთებული. მთავარი აქცენტი გაკეთებული შემოსავლის წყარო არის თუ არა კანონიერი. ამასთან დაკავშირებით იყო ლაპარაკი ის, რომ შემოსავალი აქვთ და შეუძლიათ გადაიხადონ ამ საათი შეეძინონ, ეს თემა არ იყო დღის რიგში. შეიძლება არც იყოს მომავალში, მაგრამ როგორ არა ბრიფინგზე ითქვა ეს, რომ მამის მიერ ნაჩუქარი ფულის ასახვა დეკლარაციაში გასაგებია, მაგრამ მამამისი არასდროს არ ყოფილა ადამიანი, რომელსაც არ ქონდა ბიზნესი ან შესაძლებლობა. აი როგორ წავიდა, მე ვიცი რომ ირაკლი სწავლობდა საფრანგეთში, ყოველს რომ მას როცა უჭირდა იქ სტუდენტობის დროს რესტორანშიც მუშაობდა ინტანად და აი თქვენ გქონდათ იმის შესაძლებლობა რომ თქვენ შულს ესწავლა იმ პერიოდში საფრანგეთში. შესაძლებლობა მე არ მქონდა რა. მეგობრები დამეხმარნენ, ცოტა ფული შეუგროვეთ და წავიდნენ საფრანგეთში და მე დაიწყეთ მუშაობა და იმით ირჩენოთ დავასრულე. იქიდან გვეხმარებოდა აქეთ. ჩვენ ვსვამდით კითხვებს საათებზე, დეკლარაციის არასწორად შევსებაზე და ჩვენ ვსვამდით კითხვებს მამის მიერ ნაჩუქარ 100,000-ობით ლარზე. ყველა ეს ნაწილი ახლა ქართული ოცნების პროკურატურის თუ სუსის თუ დანარჩენი უწყებების ინფორმაციით არის პრობლემატური. ანუ ემთხვევა ერთმანეთს, ანუ ჩვენც ამაზე ვსვამდით კითხვებს, რომ ეს არის პრობლემატური. ანუ ეს ხო არ განიშნებთ იმას, რომ შემდგომში როცა კითხვებს დავსვამთ ჩვენ კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, ცოტა უფრო მეტი ინტერესით მოეკითხოთ ამ საკითხებს. მე არ გამილანზე ხარ თქვენ პირადად არასდროს და ჩემს მიმართ არ აქვს სასაყუდრო არაფერი. ერიკით აქეთ აგრესიულები იყავით, მაგრამ რეალურად ეხლა საუბარია, არ არის საუბარი იმაზე, რომ ღარიბაშვილმა რამე არ ჩაწერა დეკლარაციაში თუ ჩაწერა. შემოსავლები რამდენად ლეგალურია და რამდენად შეესაბამება იმ პოზიციას, რაც მათ ჰქონდა. დიახ, და ერთსაც გკითხავთ, ანუ ღარიბაშვილი იყო დაახლოებით 5 წელი თუ მეტი პრემიერ-მინისტრი ორი ვადით, სუსის უფროსი ძალიან ბევრი წელი იყო გრიგოლ ლილიაშვილი. ასევე თავდაცვის მინისტრი ჯუანშარ ბურჭულაძე, ანუ საკმაოდ დიდი პერიოდი გამოდის, როცა აღმოჩნდა, რომ რაღაცნაირად კრიმინალური ბრალდებების მოგვიანებით გარკვეული კრიმინალური ბრალდებების მქონე ადამიანები მართავდნენ ამ ქვეყანას ქართული ოცნების სახელით. რა გარანტია გვაქვს ჩვენ ადამიანებს, რომ ეს ახლაც ასე არ გრძელდება და დაუშვათ 5 წლის, 6 წლის, 7, 10 წლის შემდეგ არ აღმოჩნდება, რომ თურმე ისევ ვიღაც კორუფციაში არის გახვეული ამ პერიოდშიც კი, როცა ჩვენ ვსაუბრობთ იმ წარსული ადამიანების კორუფციულ თუ უკანონო შემოსავლების თემებზე. ეცით რა დემოკრატიული სამყაროსთვის სამწუხაროდ ეს უცხო თემა არ არის, რომ ადამიანები მართავენ გარკვეული მიმართულებებით. ქვეყანის მონაცემები არის შესანიშნავი, კარგი ტენდენციებია, პოზიტიურია, მსოფლიო დონის რეიტინგებში დაწინაურებული ვართ, მაგრამ არის გადახრები, გადაცდომები, რომელიც აუცილებლად უყურადღებოთ არ უნდა დარჩეს. ასე რომ საქართველოში არ არის სამწუხარო ფაქტია, რომ საერთოდელია პიროვნულადაც ძალიან განვიცდი ამას, მაგრამ ფაქტია ის, რომ საქართველოში ტერორიზმის განვითარება არ ხდებოდა. საქართველოში ვერ შემოიჭრა მიუხედავად ძალიან ისეთი ინტენსიური მცდელობებისა ეს მაგრამ ეს გამართლება ხო არ არის ბატონო გია, რომ რაღაც მშვიდობა გქონდა, მაგრამ ფულს იპარავდა ვიღაც. ასეთი დაბნეული ვოლსკი აქამდე ნანახი არ გეყოლებათ. შინაარსი ვერცმე გამოვიტანე, მაგრამ ფაქტია, რომ კითხვებს ჩემთან საუბრის დასრულებით გაექცა. მერე უთქვამს მადლობა ღმერთს, მთელი ხელისუფლება კორუმპირებული რომ არ არისო. ნუ ჩქარობთ გია, დაელოდეთ, ყველაფერი წინ არის. მადლობა ღმერთს, ხელისუფლება კორუმპირებული არ არის. გადავცელოთ, მეგობრებო. ეკასი და ცოლქმრის კამათის არ იყოს, ნახევარი ხელისუფლება თუ არის კორუმპირებული, არაუშავს. მთავარია მთლიანი არ იყოს. მთავარია რომ კრიტიკული მედიის მოსმენაზე ისევ ყველა უარზეა. არც ჩვენს უსამართლო ლანძღვაზე უნდათ პასუხისმგებლობის აღება.
ჟურნალისტები რომ ამბობდით ჩვენ რომ ღარიბაშვილის დეკლარაციებში პრობლემა არის თქო? მოპარული ხელფასი. ვაიმე, ციხეში გიზდით თავდაცვის მინისტრი თქვენივე გიორგი და ბევრად გადააჭარბეთ უკვე იმ ხარჯებს, რაც ივანიშვილის სასამართლომ რაც დაუმტკიცა ყოფილ მაღალჩინოსნებს, ბევრად გადააჭარბეთ უკვე მაგ თანხას კორუფციებით და რა ვიცი აბა. მართლები აღმოჩნდით ხო ჩვენ რო ვიძახდით პრობლემაა ღარიბაშვილის ფულებით ხო? ვინ წარმოიდგენდა? რა ვქნათ რომ გაირკვა რომ 13 წელი თურმე კრიმინალები გმართავდნენ ირაკლი რა მოვუხერხოთ? აი ხო დადგები მე მოგცით. ერთ თქვენ არ გაცნობთ ინტერვიუს. რატო კაცო? რა არის დამსახურებაზეა? მედია კი არა ინფრასტრუქტურის მოქმედი მინისტრის საოცრებებს ლაპარაკობდა პარლამენტის ტრიბუნიდან და იმას არ უსმენდნენ. კაცი ყვება 214 მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტიდან 171 პრობლემური იყო. ჯამში 1 მილიარდის არისო და კაცი შვილი არ უსმენს. მოქმედმა მინისტრმა ხელი წინასკენ გაიშვირა. მეორე დღესვე წინას მოადგილე დააკავეს. თავად მისი სახლი კი გაჩხრიკეს. არქივს გადავხედოთ. ეს ფილმის კადრი არ გეგონოთ, რეალობა, რიკოთის მაგისტრალის მშენებლობაზე არსებული რეალობა. პრობლემატურ პროექტებზე დროება 2 წლის წინ რიკოთის მაგალითზე გიყვებოდათ, მაგრამ მაშინაც ქოცები მათუარებს და პარტიულებს გვეძახდნენ. აქაც მართლები აღმოჩნდით, ღარიბაშვილის საათების ჩარტერის და მამის ნაჩუქარი ფულების არ იყოს. გავადრო და კიდევ ბევრი რამე გამოჩნდება, კიდევ ბევრ რამეში აღმოჩნდებით მართალი, კიდევ ბევრს მოიძულებს ის ბრძენი კაცი, როცა აღმოაჩენს, რომ იმაზე მეტად გამდიდრდნენ, ვიდრე ეს ნებადართული იყო, ვისაც ახლა ფულის შოვნაზე ნებართვა აქვს, მათი დროც მოვა. სიუჟეტი კი იმის ჩვენებით მინდა დავამთავროთ, როგორი ამაზრზენია ქართული ოცნების ზოგიერთი წარმომადგენლის ქცევა და როგორ შეუძლია ადამიანის სიკვდილის გამოყენება საკუთარი პროპაგანდისთვის. არ გაიქცეთ ახლა და ჩამეწერეთ ძალიან მნიშვნელოვანი. აიცით რა, მე თქვენ არ გეწერებით რა მნიშვნელოვანი კითხვა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა. ყოველთვის ესეთი აბსოლუტურად მნიშვნელოვანი იმაზე, რომ აღმოჩნდა, რომ ამდენი წელია კრიმინალები მართავენ ამ ქვეყანას თურმე ამ ამბავზე რა ვქნათ. თქვენც ასეთივე ბედნიერი და გახარებული ხართ ადამიანის სიკვდილით, მე მაქვს კითხვა. რა შუაში არის? არა, მე მაქვს კითხვა. არა, რა შუაში არის? ანუ ესეთივე გახარებული ხარ. იმ ბოროტის სექტის ნაწილს წარმოადგენთ, რომელსაც უხარია ადამიანის სიკვდილი. მე ვახსენე, ანუ თქვენი ამორალური სახეა, როდესაც ადამიანის სიკვდილი გახარებს, რომ საერთოდ სხვა თემაზე კითხვას უსვამ და იყენებთ ადამიანის სიკვდილს იმისთვის, რომ რაღაცა თქვენი მე პროტესტს ვაცხადებ და უარს ვაცხადებ. მე მაინტერესებს რა ვქნათ. არა, ნინო, მე მაინტერესებს რა ვქნათ იმაზე, რომ გაირკვა, რომ ამდენი წელია კრიმინალები გმართავენ. კრიმინალები რო გმართავენ ამდენი წელია ამაზე რა ვქნათ. ვერც ჩემს, ვერც ჩემი გადაცემის და ვერც ჩემი არხის, ვერც ერთი წარმომადგენლის მიერ ადამიანის სიკვდილზე გამოხატული სიხარულის დამადასტურებელ მტკიცებულებას ნინო ვერ მოიტანს, მაგრამ ასეთია ქოცის ბუნება, საკუთარი ამორალურობის გადასაფარად ყველაფერს დაგაბრალებს. ეხავს ქოცობა, აშკარად ეგრეა. ნახდათ ეხავს. და